რა? გაწვრილებით მომიხევი ყველაფერი. ჩემიც მაკაცია ბასტოგოგუ ეხა ვერ ვიტყვი ვერაფერს. დროზე მომიხევი, თორე ბაჟას დავუძახებთ. ნუ უბრალოდ რა იყო? აქ ხო არ არის? რაღაცას ვამჩნევდი რა ისედაც. თითქოს მებრძოდა თუ ჩემი შურდა თუ მართლა აქ ხო არ არის? არა ხო? თითქოს ჩემი შურდა რომ მე ფეხბურთი უნდა მეთამაშა და თვითონ არ თამაშობდა. ერთხელ უთვალთვალებდი კიდეც და ძალიან საეჭოდ იქცეოდა. მაგრამ ნუ ჩვენს მეგობრებთან არაფერი არ მithქვამს ამის შესახებ და თურმე რაღაცას ამზადებდა. თურმე რაღაც წიგნს კითხულობდა, რომლითაც შეიძლება აკონტროლო შენს გარშემო რაღაცები და საბოლოოდ როგორც ნახეთ მეც მაგის მსხვერპლი გავხდი. აი მაგამდე ვარჯიშობდა რა, მიდიოდა ეტაპობრივად იქამდე რომ ჩემი ტრავმა გამოეწვია. აი მაგამდე მაგალითად ხამაგში ვიყავით ერთი უწყინარი დღე იყო და ეხლა ნახე გარეთ გაწვიმდებაო. ბიჭო გაწვიმდება. და უცბად ჩამეძინა. არ ვიცი გაწვიმდა თუ არ გაწვიმდა, მაგრამ ჩემზე რაღაცნაირად იმოქმედა. ცუდად ჩამრჩა ტვინში და ამის შემდეგ კიდე ბევრი მსგავსი რამ განმეორდა და მოვიდა ის საბედისწერო დღე, როცა მე უნდა გავქცეულიყავი. ყველაფერი მზად იყო და მან თქვა ესეთი სიტყვები. დავას მიიღებ და თუ არ ჩამოყობი. მე რა თქმა უნდა არ შევიმჩნიე. მოვემზადე და გავიქეცი. გავიქეცი და ფეხბურთს უკვე მეორეჯერ დავემშვიდობე. პირველად ეს იყო 11 წლის წინ და მოხდა კიდევ 11 წლის შემდეგ იგივე რაღაც. ერთ თვეში, ორ თვეში დაახლოებით დავიწყებ, ხო? დიაგნოზის უნდა დაზუსტება ჯერ თუ ეგ ის ტრავმაა, რაზეც ეჭვი გვაქვს, ძალიან დიდი პრობლემაა და ერთ მაქნას რომ ამ ჯვარედინის დაზიანება არ იყოს რა. ეგ შენც კარგად იცი რომ ერთ და ორ თვეში არ ხდება ეგ ამბავი. ასე რომ ჯერ უნდა დაზუსტდეს დიაგნოზი, ჩაგწერ MRI-ზე და მერე გამოჩნდება რა. არასტაბილურობა მუხლის, რაც არ არის მარტივი ამბავი რა. სამწუხაროდ მე ვეღარ ვაგრძელებ ცხოვრების ამ ეტაპზე. ვარჯიშს, მაგრამ მე ვბრუნდები. ბრუნდები სხვანაირად. მე ვბრუნდები. ნუ ჩხუბობთ ბიჭო ვარჯიშია ის ხო არ არის გამოვიდე აქეთ ჩამო ორ მოვიდა ვაპირებ რომ ვიდეოები გადავიღო იბერიას გარშემო სახალისო ვიდეოები ისეთი, ასეთი, საისეთო და აი მაგალითად ესეთი ტიპის ვიდეოებს
Bravo! დღეს გვექნება პირველი გათამაშება. როგორც იცით, უკვე ბევრმა იბერია იწყებს უპრეცედენტო პროექტს. წლის სეზონის ბოლოს ვათამაშებთ მანქანას და ყველა საშინაო მატჩზე თამაშდება. აი ეს პრიზები ახლა რებსაც იხილავთ თქვენ და იხილავთ გამარჯვებულებს. აი დღეს ამდენი ადამიანია მოსული და ამ ადამიანებში გათამაშდება ეს პრიზები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, ვინც დღეს სტადიონზე მოხვედით და გვიგულშემატკივრეთ. იბერიამ დაიწყო ესეთი უპრეცედენტო პროექტი. იბერიას ყოველ საშინაო მატჩზე იქნება გათამაშება და ამ გათამაშებაში იქნება ძალიან ბევრი პრიზი. მოედანზე, ვინც ტრიბუნებზე, ვინც მოხვედით დღეს და დაესწარით თამაშს, თქვენი ბილეთები, ესე ვთქვათ, მოთავსებულია ამ დოლურაში და მე ამოვიღებ აქედან, წავიკითხავ და აქ რომ ჩამოხვალთ, ერთ მარტივ შეკითხვასაც გასცემთ პასუხს და მოიგებთ პრიზს. არაფერი ჩაწყობილი არ არის, აი ესე გავშლი ხელს, რომ არაფერი არ მაქვს აქ დამალული, აი ესე კარგად. სულ მაინტერესებდა ხოლმე რა გრძნობა იყო, როცა აქედან იღებდნენ შემთხვევითობის პრინციპით. ილოცავთ პირველი გამარჯვებული ხართ თქვენ, აი ეს თქვენ და მადლობა რომ დადიხართ სტადიონზე. ილოცავთ აი ეს ბურთი თქვენ ჩვენგან და მადლობა რომ დადიხართ სტადიონზე. გამარჯობა. ილოცავთ, მადლობა რომ დადიხართ სტადიონზე და აი ეს ბურთი თქვენ ჩვენგან. ლაშა როგორც შევთანხმდით, ამას გავყიდით, ნახევარი. და აბა სწორი პასუხი უნდა გამცეთ, თორემ დავიტოვებ არ. იბერია როგორც ვიცით, თავიდან ბოლომდე იბერია არ ქვია. იბერია 1999-იო, სწორია ეს ადამიანი და შეგიძლიათ AirPods-ები წაიღოთ. კი რო გავყიდით, მე მაგას ნახევარი ჩემკენ წამოვა. კარგი, მეორე ადგილზე როგორც ხედავთ, გვაქვს ელექტროსკუტერი. მიულოცოთ. გილოცავთ. და თქვენც უნდა დაგისვათ ერთი შეკითხვა. რთული არა. რა ფერია ცა? რომ კარნახობე ზებოდან. მაშინ წითელი. ხმამაღლავთ წითელი. წითელი სწორი პასუხია და გადავცეთ ეს ელექტროსკუტერი. შეგიძლია მე ვერ აგატანინებ, თუ მაგატავებ შემიძლია აგატანინო. მაგატავებ? აი, რო დავამთავრებ, მე აგატანინებ. მიულოცოთ ტაში კიდევ ერთხელ და გადავედით დღეისათვის ბოლო პრიზზე PlayStation 5, რომელიც ალბათ ყველასთვის სასურველი პრიზია და ნახოთ ვინ გახდება მისი მფლობელი. გილოცავთ ქალბატონო ნათია და ერთ მარტივ შეკითხვას დაგისვამთ. აბა დღეს თამაშს ესწრებოდით და რა ანგარიშით დასრულდა, ხო არ გახსოვთ დღევანდელი თამაში? 2-1 სწორია და ეს PlayStation 5 თქვენი გახდა. ხო არაფერი არ იყო ჩაწყობილი რომ უთხრათ ხალხს. არა. არ გიცნობთ, არ მიცნობთ, ხო? შესასვლელთან დაგელოდეთ. მინდა რომ ჩემს გვერდით იყოთ ისევ და ძალიან გთხოვთ. თუ სადმე ვაჟას გადაეყრებით პასტო გოგოს, ამ თემაზე არაფერი არ ახსენოთ. მე თავიდან დავიწყო ცხოვრება, მინდა რომ ცხოვრება გავაგრძელო ჩემთვის წყნარად მშვიდად და არანაირმა მაგიამ ხელი აღარ შემიშალოს ჩემ პატარა ჭიის გახარებაში. აი ჭიას ვერ გაჩვენებთ ახლა ჯიბეში მიზის. რომ ამოსვა ეს ჭია და მოვაფეხს და ადგავს აჭყლიტავს. ამიტომ რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება რომ მეგობრები კარგად აარჩიოთ ცხოვრებაში. მე ახლა ბევრ რამეს კიდე არ ვიხსენებ. მოდი ჩემთვის გავიხსენებ გონებაში და აი თქვენ ნახავთ რას ვიხსენებ. წარსულს ჩავარდა ეს ყველაფერი. მე აქ ვარ.
ვაგრძელებ და იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე პულსზე ხელი მიჭირავს და ყველაფერს ვაკონტროლებ. ყველაფერი. აწი ჩემს ხელშია. ვაჟა გოგუა ვერაფერში ვეღარ შემიშლის ხელს. რა